დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე მენჯბარძაყის ენდოპროტეზირება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ამასთან დაკავშირებით და ვინ თუ არა მოვიწვიეთ კორიფე ამ საქმის ბატონი გიორგი ობგაიძე, ორთოპედი, მედიცინის დოქტორი არის დღეს ჩვენთან სტუდიაში. გამარჯობა ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. წინა კვირას მინდოდა რომ მომეწვიეთ, მაგრამ ვერ მობრძანდით, იმიტომ რომ სიცხე ქონდა სხვათა შორის ბატონ გიორგის და იყო საოპერაციოში. ასეთებიც ხდება და თქვენ ეს უნდა იცოდეთ. მოკლედ გადავიდეთ პირველ კითხვაზე ბატონო გიორგი. მინდა ვილაპარაკოთ მენჯბარძაყის ენდოპროტეზირებაზე. ანუ რა შემთხვევაში არის, აი ასაკობრივ ჯგუფებზე მინდა უფრო რომ დავწვიმოდეთ, რომელი ასაკობრივი ჯგუფი უფრო მოგმართავთ თქვენ? გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ასაკობრივი ჯგუფებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შუახნის ასაკი და ზემოთ ადამიანები უფრო ხშირად მოგმართავენ, თუმცა კოქსარტროზი შეიძლება იყოს ნებისმიერ ასაკში, იმიტომ რომ კოქსარტროზის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და შესაბამისად ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს ეს პრობლემა და დადგეს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მოზარდებში და ბავშვებში არა. ნებისმიერ ასაკში შეიძლება დადგეს აუცილებლობა ენდოპროტეზირების. რა არის გამომწვევი მიზეზები კოქსარტროზის ძირითადად? ძირითადად ეს არის დისტროფიული დეგენერაციული დაავადება, როგორც მოგეხსენებათ და არსებობს სხვადასხვა სახის გამომწვევი მიზეზები, მათ შორის არის ასე ვთქვათ იდიოპათიური კოქსარტროზი და წარმოშობა დაუდგენელია, არსებობს დისპლაზიური კოქსარტროზი, როდესაც დისპლაზიის შემდგომ ყალიბდება, არსებობს პოსტტრაუმული კოქსარტროზი და ასე შემდეგ. აი მოტეხილობის დროს თქვათ ადამიანმა მოიტეხა, როგორ უნდა მიხვდეს რომ მოტეხილობა აქვს? კიდური პირველ რიგში და კიდურის ფუნქციის მოშლა, ხო? თუ ქვედა კიდურია ვერ ეყრდნობა კიდურზე, თუ ზედა კიდურია ვერ ამოძრავებს, ხშირად დეფორმაცია ახლავს თან შეშუპება და რაც თავარია ტკივილი, ძლიერი ტკივილი. და ხშირად აი ოჯახის წევრები ძალიან ნერვიულობენ ხოლმე, რომ აი მოიტეხა, აი ამ დროს როგორ უნდა დავეხმაროთ პაციენტს, თქვათ დავარდა, ხო? ოთახში. ამ შემთხვევაში და ვეღარ დგება, აი როგორ ხდება მობილიზაცია, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ მივალთ, თქვათ საავადმყოფომდე. გააჩნია სახში საყოფაცხოვრებო პირობებში და ნებისმიერ სხვა პირობაში ტრავმის დროს პირველი არის იმობილიზაცია, ხო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს იმობილიზაცია, პაციენტი თუ მენჯბარძაყის სახსარზე არის კითხვა, ამ შემთხვევაში იმობილიზაციის გაკეთება ცოტა მოუხერხებელია სახლის პირობებში უბრალოდ, თორსადაც რომ გაუნძრეულად იყოს პაციენტი, იმიტომ რომ ყოველი მოძრაობა ტკივილს იწვევს. და შემდეგ სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, რა თქმა უნდა. ანუ სასწრაფოს გამოვიძახოთ და სასწრაფო უკვე თვითონ ჩაატარებს ამ დაადგენს რა სეგმენტის ტრავმაა და ყოველ შემთხვევაში თუ პაციენტის ახლობლები ხვდებიან რა სეგმენტის ტრავმა, მაქსიმალურად უნდა შეეცადონ ამ სეგმენტის იმობილიზაციას და რა თქმა უნდა ცივები, ყინული პირველ რიგში. ანუ ყინული და რაც თავარია არ ვამოძრაოთ პაციენტი და დავუძახოთ სასწრაფო. ზედმეტ მოძრაობა შეიძლება გამოიწვიოს კიდევ დამატებით რბილი ქსოვილების ტრავმა, რაც კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას. ბატონო გიორგი, მოვიდა პაციენტი უკვე საავადმყოფოში, როგორი არის მომზადება? თუ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული მომზადება ამ პაციენტს და სანამ გაიყვანს საოპერაციოდ, აი რა პროცედურებია ჩასატარებელი? რა თქმა უნდა, პაციენტი კლინიკაში შემოდის როგორც წესი გადაუდებელი განყოფილებიდან, ხო? დიაგნოზი ისმევა გადაუდებელ განყოფილებაში, კეთდება რენტგენოგრამა პირველ რიგში, შესაბამისად მოტეხილობის ტიპიდან გამომდინარე, თუ საჭიროა კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, თუ არა. იწყება წინა საოპერაციო კვლევები და შემდეგ პაციენტი მზადდება უკვე საოპერაციოში ასაყვანად. რა თქმა უნდა, იქ ბევრი ნიუანსი არის, მით უმეტეს ასაკოვან ადამიანებში თანხლები და დაავადებები ყოველთვის გასათვალისწინებელია, მედიკამენტები რას იღებს პაციენტი, რა პრეპარატებს არის, ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც მაგალითად ანტიკოაგულანტები კარგად მოგეხსენებათ ანესთეზიოლოგებს, რომელიც სისხლდენის რისკებს ზრდის, ამიტომ ხანდახან გვიწევს რამდენიმე დღით ოპერაციის გადადება, ასევე კარდიოლოგიური პრობლემები ასაკში ხშირად არის რაღაცეები, ხო? და შესაბამისი დარგის სპეციალისტების ჩართულობით ხდება პაციენტის მომზადება. ხანდახან ეს იკავებს რამდენიმე დღეს, ხანდახან რამდენიმე საათს, ასე რომ ძალიან ინდივიდუალურია. აი პროთეზზე რას გვეტყვით? ამ დიდი მითქმა-მოთქმა ახლა რომელი პროთეზი ჩავიდგავ, თქვა და რაღაც პაციენტები ძალიან ნერვიულობენ ხოლმე. როგორ დავამშვიდოთ პაციენტი პროთეზზე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ იმპლანტის ხარისხი განსაზღვრავს შედეგს ოპერაციის. ცოტა არის ცოტა ესეთი უხერხული სათქმელია, ხარისხიანი და უხარისხო იმპლანტი, თუმცა როგორც ყველაფერში, აქაც არის გამორჩეული
ბრენდები, ასე ვთქვათ, რომელიც სახელოვანი ბრენდებია და მათი პროდუქტი ყოველთვის საიმედოა და არის ზოგჯერ შეიძლება ძალიანაც კარგი იყოს იმპლანტი, მაგრამ ახალ ბედა კომპანია იყოს და მას არ კონდეს ის ავტორიტეტი დამსახურებული. თუმცა სამწუხაროდ არის ხოლმე რომ მოიკოჭლებს ხარისხი იმპლანტის და ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც ინტრაოპერაციული პრობლემები შეიქმნას, ასევე პოსტოპერაციული და ცოტა შორეული შედეგს უნდა 1 წლის და 2 წლის შემდეგ რაღაც გართულებები, რომელიც პროტეზის ხარისხის გამო არის გამოწვეული და სხვა არც ერთი მიზეზით. ნუ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქირურგი ცდილობს, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი იმპლანტი გააკეთოს. არის ხოლმე ხშირად დასმული კითხვა, ასე ვთქვათ, რამდენ წელს გამიძლებს ესეთი იმპლანტი, ხო? ეს ცოტა ესეთი კითხვა ზუსტად არავინ არ იცის, რამდენ ხანს იმუშავებს ამა თუ იმ პაციენტში, იმიტომ რომ ენდოპროტეზზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, მათ შორის წონა, ცხოვრების წესი, ორგანიზმის რეაქტიულობა და ასე შემდეგ. ამიტომ ერთი და იგივე იმპლანტმა შეიძლება ერთ პაციენტში 20 წელი იმუშაოს და მეორეში 5 წელი იმუშაოს, ხო? ამიტომ აქ ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უფრო უნდა იყოს ნდობა ექიმის მიმართ და რა იმპლანტსაც გირჩევთ ექიმი, ის იმპლანტი უნდა გაიკეთოთ. პლუს ამას მრავალფეროვნება ამ იმპლანტების გამოწვეულია იმით, რომ ადამიანის ორგანიზმის და მისი ანატომიაც მრავალფეროვანია და ვთქვათ, ერთი და იგივე პროტეზი ყველა პაციენტისთვის არ გამოდგება. ხშირად არის ხოლმე პაციენტები, მაგრამ ჩემმა მეზობელმა ეს გაიკეთა, ჩემმა მეგონა ათესავმა ეს გაიკეთა, ესე არ არის, ხო? ინდივიდუალურად ხდება პროტეზის შერჩევა, ძვლის ანატომიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს ამა თუ იმ პაციენტის ანატომიას იმპლანტი და არა ის, რომ რომელიღაცა ვიცით, რომ კარგი არის და ეს უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, იმ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ბრენდ შორის, რომელიც ავტორიტეტულია და ხარისხიანია, შესაბამისად, ხო, ყველა არ იქნებოდა ერთი სახის პროტეზი, ვთქვათ, ერთი დიზაინის პროტეზი, ეს დიზაინები იქნება, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული ყველა ტიპის ანატომიასთან. დიახ. აი, რეაბილიტაცია როგორია? გავიკეთეთ ოპერაცია შემდეგო? რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ზოგადად ორთოპედია ტრავმატოლოგიაში და მენჯბარდაკის სახის ენდოპროტეზირება იქნება ეს მუხლის თუ ნებისმიერი სხვა სახის რეაბილიტაციას უმნიშვნელოვანესი ნაწილი უკავია საბოლოო შედეგის ჩამოყალიბებაში. ჩვენი უცხოელი კოლეგები სხვადასხვანაირად ყოფენ აზრს, ასე ვთქვათ, ზოგი ამბობს, რომ 50-50-ზე ვთქვათ, კარგად შესრულებული ოპერაცია და კარგად შესრულებული რეაბილიტაცია. ზოგი პირიქით 60%-საც კი ანიჭებს და 70%-ს რეაბილიტაციას. ნუ რა თქმა უნდა 70 ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ 50-50-ზე ნამდვილად არის იმისთვის, რომ საბოლოოდ კარგი შედეგი დამყარდეს. რეაბილიტაცია პირველი ყველაზე მეტად რაც აინტერესებს პაციენტებს თანამედროვე ენდოპროტეზირება იძლევა იმ საშუალებას, რომ პაციენტი მეორე დღიდანვე გავააქტიუროთ. ანუ მეორე დილით ოპერაციის მეორე დღეს, რიგ შემთხვევაში იმავე დღესაც ვთქვათ, თუ დილით გაკეთდა ოპერაცია, საღამოს პაციენტი შეიძლება წამოდგეს ფეხზე, დაიწყოს სიარული, რა თქმა უნდა, დამხმარე საშუალებებით, როგორც აყავარჯენი, მაგალითად, მაგრამ პირველი დღეები, რა თქმა უნდა, მეტი სიფრთხილით, რა თქმა უნდა, რეაბილიტოლოგის თანხლებით ხდება ეს ყველაფერი. როდესაც პაციენტი ბინაზე ეწერება, ის ლოგინზე მიჯაჭვული არ არის, ასე ვთქვათ, ლოგინზე მიჯაჭვული პაციენტი არ არის, მას ჩვეულებრივად შეუძლია გადაადგილდეს სახში. შესაბამისად, ეტაპობრივად შემოდის უკვე დამატებითი ვარჯიშები, რომელიც პაციენტმა უნდა შეასრულოს, არის ვარჯიშები, რომელიც ლოგინში უნდა შეასრულოს, შემდეგ უკვე ირთვება, ვთქვათ, იგივე თუნდაც ცურვა, ველოსიპედი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სპეციალური ვარჯიშები, რომელიც უკვე ცალკე საუბრის თემაა და ცალკე სპეციალისტები არსებობენ ამისათვის, რომელიც ჩემზე უფრო სრულფასოვნად ისაუბრებენ. ნუ რა თქმა უნდა, პაციენტზეც არის ძალიან ბევრი დამოკიდებული, რომ პაციენტზე არის დამოკიდებულია პაციენტის ხოლმეობით თანხლებ და დაავადებებზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული მის ასაკზე, მის კუნთოვანი სისტემის მდგომარეობაზე ხშირად. აი მოტეხილობების განსაკუთრებით ხშირად მოდიან პაციენტები, რომელიც ისედაც ახლობლებიან, რომ აი ძლივ სტადიო და ერთი ოთახიდან ოთახში გაჭირვებით გადაადგილდებოდა. რა თქმა უნდა, ესეთი პაციენტის რეაბილიტაცია უფრო რთულია. აქტიური პაციენტები უფრო აქტიურად გადიან ამ პროცესს. გასაგებია, თუ ყოლიათ ახალგაზრდა პაციენტი. რა თქმა უნდა. აი რა შემთხვევაში ახალგაზრდა პაციენტი? ხა მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც 18 თუ 19 წლის ასაკში გავაკეთეთ ოპერაცია, იმიტომ რომ მას ჰქონდა თანდაყოლილი დისპლაზია, ამოვარდნილობა ორივე მენჯბარდაკის სახსაში და ეს ოპერაციები იყო გაკეთებული, იყო ღია ჩაყენება და მენჯის ოსტეოტომიები და ჩამოყალიბდა მყარი ანკილოზი, ასე ვთქვათ, უძრაობა სახსაში, ერთ მენჯბარდაკის სახსაში ვერ ამოძრავებდა კიდურას, ფაქტიურად 0 იყო ამპლიტუდა მოძრაობის და რა თქმა უნდა ძლიერი ტკივილით.
ამიტომ მოგვიწია ესეთ ახალგაზრდა ასაკში გაკეთება ოპერაციის. დღესაც კარგად გრძნობს ეს პაციენტი თავს, შარშან წინ თუ ავსწრები ერთი ენდოპროტეზის შეცვლა მოგვიწია, იმიტომ რომ მასაც რაღაც რესურსი აქვს, რა თქმა უნდა. და უბრალოდ გამოცვალეთ? ხო, გამოცვალეთ, იმიტომ რომ ეხლა მინდა რომ სტუდიაში საუბარი დავასრულოთ და მინდა რომ გადავინაცვლოთ საოპერაციოში, რაზეც თქვენ დაგვთანხმდით, გვინდა რომ უშუალოდ გვაჩვენოთ, როდესაც ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ანუ როგორ ხსნით იმპლანტს და როგორ ხდება მისი შეცვლა. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ამაზეც. თქვენ კი არ გადართოთ და გამოვყევით. აი ახლა უკვე საოპერაციაში ვართ. ბატონი გიორგი აგვიხსნის, როგორია პროტეზი და როგორ ხდება მისი ინიცირება უკვე ადამიანის ორგანიზმში. ბატონო გიორგი, აგვიხსენით, როგორია პროტეზი, გვაჩვენეთ, ძალიან გვაინტერესებს. სოფო გაგვიხსნის ტაბუქის ფოსოს კომპონენტს. პაციენტს უტარდება მეჯბარდაკის სავსის ენდოპროტეზირება, როგორც მოგეხსენებათ. რამდენი წლისაა პაციენტი? 65 წლის. 65 წლის. ეს არის ის რაც უნდა ჩააყენოთ, ხო? ანუ სტერილურად არის და ხსნის ახლა ეგთანი, როგორც ხედავთ. კი ბატონო. აი, რამხელა მოწყობილობაა, მეგობრებო. კარგად აგვიხსენით ახლა. ეს არის ტაბუქის ფოსოს კომპონენტი, რომლის იმპლანტირება ხდება მენჯის ვალში, ტაბუქის ფოსოში და შემდეგ უკვე მას შედგება პოლიეთილენის სალბი და უკვე ბარძაყის თავი. ანუ ეს უნდა და ჩაქუჩით უნდა მიიღოს. კი, ჩაეჭედოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი სახის ანესთეზია უკეთდება პაციენტს, რატომ უკეთდება, რატომ ავირჩიეთ ეს მიდგომა და საერთოდ ყველაფერი ამ პაციენტის გარშემო. მოდით ვკითხოთ ანესთეზიოლოგს, როგორი სახის ანესთეზია გაუკეთა დღეს პაციენტს. გამარჯობა ბატონო ალეკო, მოგესალმებით. ბოდიშით რომ შეგაწყვეტინეთ. გვაინტერესებს როგორი სახის ანესთეზია გაუკეთა პაციენტს. ამ პაციენტს გაუკეთა სპინალური ანესთეზია, იმიტომ რომ სპინალური ანესთეზია დღესდღეობით ითვლება მენჯბარდაკის ენდოპროტეზირებებში ოქროს სტანდარტად. და რატომ ითვლება ოქროს სტანდარტად? ანუ პაციენტს ახლა არ სძინავს? პაციენტს ახლა ზინავს, ეს არის უბრალოდ მედიკამენტოზური სედაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაციის დროს მიმდინარე ღელვა, თან უსიამოვნო შეგრძნებები არ იყოს ბეხსიერებაში ჩარჩენილი პაციენტთან. აი ეს მინდა და მაქსიმალური კომფორტი შეუცვლათ ოპერაციის დროს. ანუ პაციენტს, როდესაც უკეთდება სპინალური ანესთეზია, არ ახსოვს შემდეგ არაფერი, მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გავითვალისწინოთ. ძალიან დიდი მადლობა. ბოდიშით რომ შეგაწუხეთ, დაგტოვებთ ახლა. თქვენ კი არ გადართოთ, ახლა რეკლამის დროა და შემდეგ ვნახავთ თუ რატომ არის ოქროს სტანდარტის სპინალური ანესთეზია მეჯბარდაკის პროტეზირების დროს.